და მე მინდა სიტყვა გადავცე ბატონ ლოიდ კარჩავას, საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარეს. მოგესალმებით ერთად ტელემაყურებლებო. ვიდრე უშუალოდ გადაცემის კონკრეტულ თემაზე დავიწყებთ საუბარს, მინდა ორი გულისხმობით მოვახსენოთ, რის გამოც შედგა ჩვენი დღევანდელი გადაცემის ორგანიზება. ჩვენ მეცნიერთა ჯგუფმა, მეცნიერთა საბჭომ წერილობით მიმართეთ საქართველოში არსებულ ტელეარხებს, რათა ჩვენ თუ დაეთმოთ დრო მეცნიერებისთვის, რომელთაც დაუგროვდათ ბევრი სათქმელი და რომელთაც უნდათ იმ საჭიროებო საკითხებზე საუბარი საზოგადოებასთან, რომელიც დაფუძნებული არის მეცნიერულ კვლევებსა და მეცნიერულ ანალიზს. და რის საფუძველზეც ჩვენ გვინდა რომ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და შესაბამისად რეკომენდაციები შევთავაზოთ ხელისუფლებას. მადლობა ხარისხის არხს იმისათვის, რომ დღეს ჩვენ მოგეცა შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ ჩვენს ამ აღნიშნულ საკითხებზე. ზოგადად საქართველოში რომ გააჩერო მოსახლეობა და დაუშვათ ასეთი შეკითხვა. რომელ ეტაპზე, რა ეტაპზე იმყოფება საქართველო დღეს ეკონომიკური განვითარების კუთხით. ალბათ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი. მაგრამ ამავე დროს ჩნდება მეორე კითხვა. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს გარდამავალი პერიოდი? გარდამავალი პერიოდი შეიძლება ეს ზოგიერთ ქვეყნებში გრძელდება 4-5 წელი, ზოგიერთ ქვეყნებში 10 წელი. და აფრიკის ქვეყნებში 100 წელი მიდის და დღემდე მიდის გარდამავალ პერიოდში. აქ მინდა ერთი პარალელი გავაკეთო, რადგან აფრიკის ქვეყნები ვახსენე. აფრიკაში არის ესეთი ქვეყნები, საიდანაც უცხოურ კომპანიებს ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეული გააქვთ წელიწადში და იქაური მოსახლეობა პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით შიმშილით იხორცება. თლად იმ დონეზე ჩვენ არა ვარ და ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ მაქეთკენ მივდივართ თუ ამას არაფერი არ შეიცვალა. ახლა ორი და სიტყვით სანამ ბატონიკას დაუსვამდა შეკითხვას, მინდა მეცნიერთა საბჭოს შესახებ ორი და სიტყვით მიზნებზე ვაუწყოთ ჩვენს მაყურებელს. მეცნიერთა საბჭოს შექმნა ჩამოყალიბება ეს გამოწვეულია იმით, რომ მეცნიერები საქართველოში არ არის დაფასებული. მეცნიერის სიტყვას, მეცნიერის კვლევებს არ ექცევა სათანადო ყურადღება. ჩვენ კი ბატონო, აი მეც მოვიტანე ჟურნალს გამოვცე 10 წელია. აქ ჩვენ დაუფარავად იგივე ბატონო ნიკარასაც ამბობს ამ თემებზე, წერს სტატიებს, წერთ ჩვენ ყველანი მოურიდებლად და წერთ ჩვენ ხელისუფლებას კი არ ვებძვით, რეკომენდაციებს ვადობთ, რომ ასე არ შეიძლება, ეს ასე უნდა გაკეთდეს და ეს ყველაფერი დაფუძნებულია მეცნიერულ კვლევაზე, არგუმენტებზე, ანალიზზე და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე ვაძლევთ რეკომენდაციას. მაგრამ სამწუხაროდ არ არის სათანადო რეაგირება ხელისუფლების არც ერთი დონის მხრიდან. მოკლედ მაყურებელს მინდა ასე იგი ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტია ქართული იდეა მჭიდროდ თანამშრომლობს სამეცნიერო წრეებთან და ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც ვაფასებთ თქვენ შრომას და ჩვენთან საბჭო გვაქვს სამეცნიერო საბჭო და ბატონი ნიკაც შემოუერთდება ალბათ თქვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი სეული და იმედი გვაქვს თანამშრომლობის. ჩვენი მეცნიერთა საბჭო არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ ჩვენ გვერდში დაუდგებით ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ქართულ ეროვნულ ნიადაგზე იქნება აღმოცენებული. ეს არის ჩვენი და რომელი პარტია ეს არ არის. მათ შორის თქვენ რა თქმა უნდა ის შემოვნები და ჩვენ ქართული იდეები მოგწონს რა თქმა უნდა მივესალმებით და ასე რომ იმედია დაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა. ორი და სიტყვით ვიტყვი მეცნიერთა საბჭოს მიზნებზე, ესე იგი მეცნიერთა საბჭოს ძირითადი მიზანია მეცნიერების როლი გამოჩნდეს ქვეყნის მშენებლობის საქმეში. რომ მეცნიერება და მეცნიერები იყვნენ დაფასებულნი, რომ მეცნიერის აზრი და წინადადება იყოს მოსმენილი, განხილული და გათვალისწინებული შეძლების დაგვარად. აქ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა იმაზე, რომ მეცნიერი იყოს უზრუნველყოფილი და კომფორტში ვამყოფოთ მეცნიერი. არამედ
მეცნიერი იყოს გამოყენებული ხელისუფლების მიერ მართვისას და რა თქმა უნდა შესაბამისად დაფასებული და უზრუნველყოფილი. რატო არ უნდა იყოს კომფორტული გარემო უნდა შეუქმნას სახელმწიფო მეცნიერს იმისათვის რომ მისი შრომა ნაყოფიერი იყოს. ჩვენ ამას აუცილებლად დავაკეთებთ რომ ყველანაირ კომფორტს შევქმნით იმისათვის რომ ის ინტელექტუალური პოტენციალი მაქსიმალურად მოახმაროთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას. ერთ მნიშვნელოვან ციფრს მოვიყვან ახლა აქ ჩავერთვებით ჩართვას გავაკეთებ სხვა იმიდან. იაპონიაში როდესაც წააგო მეორე მსოფლიო ომის დროს 3 წელი მეცნიერები წერდნენ სტრატეგიას. შეიმუშავეს კონსტიტუცია, რომელიც მიიღეს 58 წელს და იქედან მოყოლებული სტრატეგია რო შეიმუშავეს, ჩადებულია დღემდე არ შეუძლიათ რომ ბიუჯეტიდან დაახლოებით 30% მიდის მეცნიერებასა და განათლებაში. ამიტომ გაასწრეს ყველა. ამიტომაც რა თქმა უნდა და მეს ანალოგიური სიტუაცია არის კორეაში, ანალოგიური არის ევროპის რიგ ქვეყნებში, ახლა ფინეთზე ერთად გადაცემას უსმენდი იმდენი მოკლედ ძალიან დიდად არის დიდ ყურადღებას უთმობს ასევე ფინეთი და ყველა ვინც კი დიდ წარმატებას მიაღწია, ყველა ქვეყანა ამას დიდ ყურადღებას უთმობს. მოკლედ ახლა მე ბატონ ნიკას თანამტკიცებას დავუსვამდი, მინდა ერთი ორი სიტყვა დავამატო ბატონი ლევანის ნათქვამს, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი ნიკა არის დოქტორი, პროფესორი და მეცნიერთა საბჭოს აქტიური წევრი, ბატონი ნიკას საინტერესო იქნება ეს ტელემაყურებლისთვის, რომ ბატონი ნიკა პრაქტიკულად არის ჩართული საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობაში, რაც უფრო საინტერესოს ხდის მის თითოეულ სიტყვას და მის მოსაზრებებს. ასევე ბატონ ნიკას მომზადებული აქვს წიგნი სახელწოდებით კაპიტალის ბაზრის ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზი და რომელიც არის პირველიც და ქართულ ენაზე ამ მიმართულებით. ეს წარმოდგენისთვის უბრალოდ ყურადღებით ვადევნებ ხოლმე თვალყურს მის პოსტებს. სოციალურ ქსელში პირდაპირ 10-იანში არ თავს ხოლმე პროგნოზებით. პროგნოზებს პრეტენზიულია ბატონი ნიკა და ამართლებს ძალიან ხშირად. ბატონი ნიკა თქვენი სტატიები, თქვენი გამოსვლები ბევრისთვის ცნობილია, თქვენ ამ სფეროში მოღვაწეობთ, ამ კონკრეტული მიმართულებით, საბანკო და სავალუტო მიმართულებით მუშაობთ, მაგრამ მოდით მოკლედ მაინც ზოგადად აღწეროთ საბანკო სიტუაცია დღეს საქართველოში როგორი არის საბანკო სისტემის მდგომარეობა და მე ნელ-ნელა გავშალოთ ეს თემა. რა გავლენას ახდენს ეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას? კარგით. მივესალმები მაყურებლებს. გადასვლა მაყურებლებს ჩვენ მქონდა ამის შესახებ წინა შაბათს გადაცემა ბატონ ლევანთან. დღესაც განვიხილავთ ამ საკითხს ძალიან პირად მიმოწერაში იყო ძალიან დიდი ინტერესი და ამ ციფრებში თუ მართლა ასია და მე შეიძლება ამ ციფრებს ისევ განმეორდები და კიდევ ერთხელ ცოტა რიხინად ვიტყვით. რაც შეეხება ქართულ საბანკო სისტემის დღევანდელ მდგომარეობას, გაიხარეთ და ყველაფერი კარგად არის. ზუსტადაც ვიტყვით იმას, რომ კაპიტალის მომგებიანობის თვალსაზრისით ქართული საბანკო სისტემა ევროპაში იმყოფება მე-3 ადგილზე, აქტივების მომგებიანობის თვალსაზრისით ქართული საბანკო სისტემა ევროპაში მე-2 ადგილზე და მსოფლიოში მე-18 ადგილზეა. ამ კუთხით მაგრამ ახლა რაშია საქმე? კარგია რომ მომგებიანობა აქვს, მაგრამ ვის ხარჯზე აქვს ეს მომგებიანობა? ჯერ კიდევ 2005 წელს გერმანიის განვითარების ბანკის მიერ იყო ჩატარებული კვლევა საქართველოში, რომელიც დაწერეს იქ შავით თეთრბურთელზე, რომ საქართველოს საბანკო სისტემას ძალიან მცირე როლი აქვს ეკონომიკის ზრდაში. ფაქტობრივად მისი ესეთი მოგებები განპირობებულია სახაზინო ობლიგაციების ხარჯზე, ანუ სახელმწიფოდან ის სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებს ყიდის კომერციულ ბანკებზე და უკვე 2016 წლის ბოლოს მდგომარეობით 31 დეკემბრის მდგომარეობით 2 მილიარდ 200 მილიონამდე აქვს სახელმწიფო ზვალი უკვე კომერციული ბანკების ამ კუთხით. გარდა ამისა კომერციული ბანკების ძალიან დიდი მოგება უგროვდება არა მცირე ბიზნესის დაკრედიტების ხარჯზე, როგორც ეს კლასიკურად უნდა მიმდინარეობს, არამედ ეს მოგება განპირობებულია საცალო და სამომხმარებლო მაღალპროცენტიანი დაკრედიტების ხარჯზე.
ანუ ეს სისტემა რომ ყველაფერზე ქართული ბანკები ფულს იძლევა, გინდა ტელეფონი, მანქანა, რაღაც საყოფაცხოვრო ნივთი, მაგრამ ბიზნესთან დაკავშირებით აქ ძალიან ისეთი მოთხოვნები რომ ბიზნეს გეგმიდან დაწყებული და სკრუპულატიურად მიყვებიან და შემდეგ მაღალი პროცენტები, რაც ყველაზე უფრო ავნებს ბიზნესის განვითარებას 10 და 12% უფრო მაღალი პროცენტები. ნუ ახლა კიდე რეფინანსების პროცენტი გაიზარდა გახდა 7%. დიდი შემოსავლები აგერ ახლა გამოქვეყნდა გუშინძის მონაცემები, რომ ამ 2017 წლის ბოლოს 3 თვის მონაცემით მარტო ჯარიმების სახით აქვს კომერციულ ბანკებს 21 მილიონამდე ამოღებული თანხა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კაბალური ხელშეკრულებები აქვს დადებული თვითონ შესაძლებელთან და აქ არსებობს ასეთი დეპარტამენტი საქართველოს ეროვნულ ბანკში მომხმარებლთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი და ცხადია ის არ მუშაობს და თქვენს ალბათ ვისაც შესაძლებელი გაგებული ხვდებით რა არის კაბალური პირობები, ხო ზოგადად რო კონკრეტულად რა არის. რომ წინასწარ თუ ფარავსას პირიქა სამტეხლოს იხდით, თუ გადაგიცდება ერთი დღე კოლოსალური ჯარიმები ემატება და ცდება რაღაცა, აქედან მოგრებული თანხებით 21 მილიონამდე შევიდა უკვე აი ამ 3 თვეში. საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ეს აგერ გვიდოს ბატონო 2000 ჯერ კიდე სანამ 2017 წელს ვიტყოდი, პირველად 2.5-ჯერ მეტი მოგებები ბანკები აფიქსირებენ 2013 წლიდან 2012 წლამდე მიმართებაში და საერთოდ ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა ბანკების მოგება. 2013 წელს დაფიქსირდა და 2006 წელსაც კარდბლანში მიიღო კომერციულ ბანკებმა ეგ ციფრებიც ამონაყველი მოტანილი 2010 რამდენი სახლი გაიყიდა და ზუსტად არ წამოიღე ეს მონაცემა. თავარი მონაცემი ის არის 2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ჩემო ბატონო, კომერციული ბანკების მოგება 2.3, ანუ 135%-ით გაიზარდა ანალოგიურ 2016 წლის 3 თვესთან მიმართებაში. და აქედან 365 მილიონი ლარამდე იყო, ხო, 365 მილიონი ლარამდე იყო მოგება ისე იგი ფიზიკურ პირებზე გაცემული შესაძლებიდან 424 მილიონი შეადგინა მოგებამ არაპროცენტული შემოსავლებიდან და ხო 200 არაპროცენტული შემოსავლებში ეს შედის თავშად სხვადასხვა საბანკო მომსახურებები. ნუ აქ შედის აი ეს მომსახურე პროცესზე მიხდიან გადარიცხვებიდან, აკრედიტების მომსახურება, აფილირებული ბანკიდან არაპროფილური საქმიანობა აქვს, მაგრამ იქიდან შემოსავლებიდან ითვლებეს და არის 424 მილიონი. ძალიან დიდი ეს არის ვიდრე კიდე ფიზიკური პირებიდან მიღებული შემოსავალი და ყველაზე მცირე შემოსავალი არის სწორედ მცირე ბიზნესის დაკრედიტებიდან და ბიზნესიდან 214 მილიონი და ახლა აქაც უკვე ინფორმაციას აღარიძე ეს 214 მილიონიდან ნახევარი მოდის სწორედ იმ კომპანიების გადახდილი პროცენტები, რომელსაც თვითონ აძლევენ და არაპროფილურ ბიზნესზე ალბათ გვექნება დღეს საუბარი არიან ჩართულები ჩვენი კომერციული ბანკები. ანუ ფაქტიურად შედეგი ყველაფერი ამისა ჩვენ გვაქვს ის რომ ბანკების მოგება გვეზრდება ყოველ წელიწადში 30-40% სტაბილურად და საქართველოს ეკონომიკა იზრდება 2-დან 4%-მდე ესე. ანუ საკუთარი მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე იზრდება საბანკო პროცენტების მომატება. შეიძლება პირდაპირ ესე რომ ითქვას, იმიტომ რომ ეკონომიკა არ მუშაობს, სამუშაო ადგილები არ იქნება, ბანკები აბა საიდან იღებენ ამ მოგებას? მოსახლეობა ბანკების მოგება იზრდება 20-ჯერ მეტად ვიდრე ქვეყნის მოგება. ნუ ეს დაფიქსირებულია ახლა ეს არ არის მოტანილი ჰაერიდან ეს ციფრები სტატისტიკურად და წინა წელი 40%-იანი მოგებით დახურეს და ახლა კიდევ ამ 3 თვეში შემოსავალიც დაახლოებით მარტო შემოსავალი მილიარდს ლარს გადაჭარბა. ეს არ არის მოგება, შემოგება სხვა რამე მოგება, ნუ მე გაიფილტრება ხელფასები, ხარჯება. შემოსავალი მილიარდ ლარს გადააჭარბა ბანკებში შემოსავალი. კი, შემოსავლები. ბატონო, თქვენ არაპროფილური საქმიანობა ახსენეთ. რა როლს თამაშობს არაპროფილური საქმიანობა, ბანკების არაპროფილური საქმიანობა ქართულ ეკონომიკაზე?
პირდაპირ ვთქვათ, ძალიან ცუდ როლს თამაშობს, მოდი ახლა მოვიდეთ, რას ნიშნავს არაპროფილური საქმიანობა. ბანკების არაპროფილურ საქმიანობას მიეკუთვნება ისეთი საქმიანობა, რაც განეკუთვნება ცოტა, აქ არის საამშენებლო ბიზნესი და დეველოპმენტზეა საუბარი, არის სადაზღვევო კომპანიები, არის მიკროსაფინანსო ბანკები, აქ ჩვენ შეხება მთავარია ეს სამედიცინო ჰოლდინგებთან და ფარმაცევტულ ბიზნესთან, საბროკერო კომპანიაზე ხო აღარ ასაუბრე, სხვა ბიზნესთან, ზოგ უნივერსიტეტებზეა გახსნილი უკვე, კარგად მოგეხსენებათ ვიცით ჩვენ ხა ამ სფეროში ვარ ზოგ ბანკს ერთად, მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიწერილობიდან წერილობისაც კანონის ძალა აქვს 2015 წლის ბოლომდე ბანკებს აღარ უნდა ქონდათ ეს არაპროფილური საქმე, დღეს ახლა იურიდიულად ფორმალურად ვერც ერთი ბანკი არ ფლობს არაფერ ბიზნესს. მაგრამ მაგრამ მოხდა ასეთი რამე. ეს აკრძალვა შეასრულეს, კანონში არ ჩაწერილი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, კანონში არ დაფიქსირებულა, მაგრამ არავის არ აუგრძალია ბანკის ტოპ მენეჯერისათვის, ბანკის ბორდის სხვა წევრებისათვის, ბანკის აფილირებული კომპანიისათვის და აფილირებული კომპანია საიურიდიული კომპანია, რომელიც ბანკის აქტივებს განკარგავენ, მაგრამ თვითონ ბანკი არ ჩანს, არის იურიდიული კომერციულმა ბანკებმა თავისი ზეგავლენა შეინარჩუნეს ამ კომპანიების საშუალებით და ისევ განაგებენ ამ ბიზნესებს. ეს არის საამშენებლო ბიზნესი, ხო, კარგად ვიცით. ეხლა ელემენტარულად ეხლა რა შედეგი მოაქვს, იყო კითხვა, რა შედეგი უნდა მოიდოდოს, ის ჯერ მარტო მარკეტინგული თვალსაზრისით ის მოსახლემ და საზოგადოება ამას აშენებს ბანკი, ის გაიქცა და იმათთან შეაქვთ ხა იმათთან ეს ხელშეკრულებას, იმიტომ ბანკია მაინც დაამთავრებს, სხვა მშენებლობები დარჩა გაჩერებული ავტომატურად. როგორ კონკურენციაში შედის? რა თქმა უნდა, კონკურენციაში სხვა კომპანიები გაჩერდნენ, ახლა რაღაც თავრობა სხვა კანონს ღებნოს. უფრო ვარეს ახლა ვიტყვი და კონკრეტულად შევა ამ ხელა კაპიტალთან კონკურენციაში რომელი ბიზნესმენი? ვერც ერთი, ხო? ვინ გაუძლებს ახლა TBC ბანკის თქვათ კაპიტალს? იგივე დაუპირისპირო რომელი ბიზნესმენი მშენებელი მაგალითად. საშუალო ფირმის, საშუალო რა თქმა უნდა, უკვე რეკრეაციულ ზონებში შედიან ეს ბანკების სამშენებლო კომპანიები, იღებენ საბუთებს, ახლა მარტივი არა ხო რეკრეაცია. გადაწყვეტილებებს არ აღებინებენ, რო საკრებულო. ხო, ლობიზმაზე მივართ მაშინ მაგ თემაზე. ახლა გარდა ამისა მეორე სფერო, სადაც ჩანს ეს მონოპოლური საქმიანობის შედეგები, ჩვენ მოვიყვანეთ ფარმაცევტულ, მე ისევ გადავამოწმე, რადგან ისევ იქნებოდა ეს თემა ახლა გაშუქებული, თქვენ შეგიძლიათ ზებაზომო მაყურებლებო შეხვიდეთ ჩვენი სამეზობლო რეგიონული პოლიტიკის ქვეყნებში სამეზობლო საიტებზე და ნახოთ საცალო გაყიდვებში რა ღირს ნებისმიერი წამალი, ხო? 80-დან 120%-დან ჩვენთან საცალო გაყიდვებში ფასები ყოველთვის ზვია. იგივე წამალზე, რაც დავუშვათ ჩვენთან ნახავთ აფთიაქში, იქ უფრო იაფია, ხო? რატომაც ეს მომწოდებელი ერთი არის, ქარხანა ერთი არის, გამბაჟების და პირობები ჩვენთან უფრო შეღავათია და უფრო მარტივად ხდება, იქ კიდე ბარიერებია და მიუხედავად მაინც ესეთი საერთოდ ესეც აქედან არის მონოპოლიურმა ბიზნესმა, თქმა უნდა, ფას წარმოქმნაში და შეუმტანი კონკურენტი აღარა თვითონ ფას წარმოქმნა ქონდა. ამაზე რამდენი ფირმა საქართველოს? 3-4, ხო, 3-4 არის ძირითადად პატრონე, ახლა სხვებზეც რო არ ვისაუბროთ და დავყალბოთ დრო, აქ რაღაც შემეკითხეთ ხო რაღაცა იყო რაღაცა გამოჩა. ხო, ბატონიკა. აკითხეთ რაღაცა და ვიტყვით გარდა ამას. ხა, ლობთან დაკავშირებით, ცეთოთ საბანკო ლობი უფრო ძლიერია. ელიტაა ესა, ვინმე ჩვეულებრივი ბიზნეს ელიტა. თუ დავუშვათ ჩვეულებრივი ბიზნეს ელიტას უნდა მოგების გადასახადის აღდგენა, დამატებით შემცირება, ხო? ის ამას ვერასდროს ვერ მოახერხებს, იმიტომ ეს არის დაქსაქსული ეს ბიზნეს ელიტა, ისინი ყოველთვის სხვამ გააკეთონ. თუ რამე ჭირდება საბანკო ელიტას, დარწმუნებული ვცანდებოდ, ყველა კანონი არის მორგებული, ხო? აი რა შეიძლება დავუშვათ, ჭირდებოდა საბანკო ელიტაზე ჩამოიშორა ფასიანი ქაღალდების ბაზარი გზიდან. ის დღეს თვითონ არის ფასიანი ქაღალდების, ესე იგი, სახელმწიფო ისია კანონებში გაკეთებული, რომ ის არის უალტერნატივო კანონის მიხედვით, მხოლოდ მას შეუძლია პირველად ბაზარზე სახელმწიფოდან შეიძინოს ფასიანი ქაღალდები. ანუ მოსახლეს ქართულმა თუ ჩვენ გვაქვს რაღაც დანაზოგი და გვინდა რომ ქართულ ინვესტიციაში საქართველოს ჩავდოთ ფულს, ჩვენ მას ვერ ვახერხებთ. იქ ჯერ ბანკები დებენ ფულს, ანუ ეს რას ნიშნავს?
საქართველოს ეროვნული ბანკი ძირითადად უშვებს ფასიან ხალხადებს, ესენი გახლავთ ჩემო ბატონო სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები და პირველადი შესყიდვის უფლება აქვს კომერციულ ბანკებს და ნომინალები იწყება 50,000 ლარით და ვის უდევს 50,000 ლარი. როცა ამერიკაში არის $100-დან, ევროპაში 100 ევროდან იყო ეს 1000 ლარიდან, მაგრამ შემდეგ გადააკეთეს. ხომ შეიძლება თვითონ ბანკებმა მოირგეს სახაზინო სახლის ფუნქცია დღეს და ისინი განკარგავენ აქედან გამომდინარე. ანუ ეს იგივე იმ ლობიზის არის. ახლა ლობზე თუ ვისაუბრეთ, მაშინ ცოტა შორს წავალთ. ახლა მაგალითად ჩემი პირადი აზრით მე საბანკო ლობის ის მიმაჩნია დამსახურება, რომ ესტონური მოდელი რომ შემოვიდა დაუშვათ საერთოდ საქართველოში რომ მიიღეს ეს კანონი. ეს საკუთრების საუბრისთან და შორს ავიღოთ. ერთი პარალელი გავავლოთ ჩვენ საზღვარგარეთ როგორ რეგულირდება არაპროფილური საქმიანობა, ბანკების არაპროფილური საქმიანობა. ბანკების ამ არაპროფილურმა საქმიანობამ ძალიან დიდი დაღი დაასვა და ძალიან ისეთი გამოცდილება დატოვა. ეს კიდე ცნობილია ამერიკის 30-იან წლების კრიზისი, 28-29 წელი. როდესაც ბანკებმა მოკიდეს ანაბრძოლებზე შეტანილი ხალხის ბულს ხელი, ვიცით რომ ყველას თურმე დანაზოგია ბანკში შეაქვს ეს დანაზოგი რაღაც პროცენტი მოკიდეს ამ ბულს ხელი და პირდაპირ ჩადეს ფასიან ხალხადებში, რომელიც რისკიანი აქტივების მატარებელია, სავალუტო ბირჟაზე გაიტანეს, კერძო ისინი უძრავქონებაში ჩადეს ბული და შემდეგ 2-3 წელიწადში როდესაც აქციების ფასები დავარდა და უძრავი ქონების ფასი დავარდა, ელემენტარულად ფული აორთქლა, ხო, ფული რომელიც უნდა ჩადებული მილიარდობით და დავარდა ფასი, ფული უბრალოდ აორთქლა აღარ არის. ნუ რა უნდა ეკნა და დაიწყო ეკნა ბევრი ბანკი გაკოთა ძალიან ბევრი ბანკი ამ დროს დაიწყო ცნობილი კრიზისი, არის ვიციდეს ესეთი ვასწავლეთ კიდევაც ამ კრიზისის ისწავლება ეს რა ესეთი რამე მოხდა სასწავლო ეკონომიკის სასწავლო დროში არის შეტანილი და შემდეგ 1923 წელს ორი სენატორი იყო გლასტეგოლის მიერ გლასტეგოლის კანონით არის ცნობილი შემოვიდა კანონი რომელიც ბანკებს აუგზალა ეს საქმიანობა რომ თქვა როგორ არაპროფილური საქმიანობა და ეს კანონი გააუქმა 1999 წელს ბილ კლინტონმა შესაბამისად და საქართველოში 90-იან წლებში ჩვენ მქონდა რაღაც კანონი გზავნდა მაგრამ ამ ლიბერალური პოლიტიკის ტალღაზე ალღის დროს გააუქთა ესა და უფრო მეტიც მე გამახსენდა რომ 2008 წელს დახმარება რომ მიიღო საქართველოს 4 მილიარდი 1 მილიარდი ბანკებს მისცეს და არასწორად ნამართი აქტივების და იმის გამო ბანკებს დაეხმარნენ რომ ბანკებმა არ გაგვიდა 1 მილიარდი ბანკებზე იყო ეს მაშინ გადაეცა ოფიციალურად აქედან ამერიკაში როგორც კი გააუქმა ბილ კლინტონმა 99 წელს 7 წელიწადში 2006-2007 წლის კრიზისი ყველა ვიცით ხო ეხლა მოხდა და ამერიკიდან წამოვიდა ეს ტალღა ისევ ბანკებმა აი ეს ხალხის ფული ფაქტობრივად ისევ იავართყო რა ვიცი აუორთქლდათ და შემდეგ ისევ დადგა ეგ რეგულაციები და ამ წუთში შეზღუდული არიან ბანკები რომ ეს ანაბლების ფული პირდაპირ მოკიდონ ხელი და გაიტანონ სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე და რისკიანი აქტივები დივაჭრონ. ბატონო კიდევ ერთი საკითხი რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ძალიან გრძნობიარეა და თითოეული მოქალაქე თავის თავზე ცდის და იგებს ამ მომენტს. ეგ არის ვალუტის კურსის ფორმირებაში რა როლი აქვს ბანკებს და აქ ხო არ ცოდავენ ბანკები თუ როგორ ხდება ფორმირება ვალუტის გასაგებია მე ესე ვიტყოდი ახლა ვალუტის კურსი ესეთად უნდა ფორმირდებოდეს ადრე იყო ჩვენთან ბანკთა შორის ბირჟა სადაც ყველა ბანკი იღებდა მონაწილეობას ზოგს ჰქონდა გასაყიდი ზოგს საყიდელი ვალუტა ახლა როგორ მოსახლეობისთვის მოდი მე ცოტა დავხურნავდები რომ მოსახლეობისთვის გასაგები იყოს წესით ყველა ბანკს ყავს თავისი ბენეტი და თავისი კლიენტი ხო ზოგს უნდა დოლარი გაყიდოს მიიღო ანაზღაურება უცხოეთიდან პროდუქციიდან გაყიდა და ზოგს უნდა აიყიდოს და უნდა შემოვიტანოს რაღაც და ლარები აქვს და გადარიცხოს ტრანზაქცია და აქ ამის ჯამის და მიხედვით ბანკს დღის ბოლოს უგროვდებოდა და 12 საათისთვის საყიდელი აქვს დოლარი მეორეს პირიქით გასაყიდი აქვს და ამ ვაჭრობის შესაძლებლად დებოდა ეს კურსი მაგრამ შემდეგ სულიერ სავალუტო ფონდის მიდიდებით რეგულაციებით ბლუმბერგის ტერმინალში
იყიდეს ადგილი, სადაც ვაჭრობს 2-3 ბანკი, ძირითადად 2 დომინანტი ბანკი ვაჭრობს და მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ როგორ დაფრინავს კურსი ამ ხელა პუნქტებით მაღალ ზემო თქვენ, ანუ რატომ ყიდულობენ, რატომ ხდება ამდენი განაცხადის გაკეთება ვალუტის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, ეს ფაილები არის დახურული. ანუ უცნობი. აქედან ამ ვალუტის ყიდვის ყველას არ მიუწვდება ხელი. აი რატომ დაუშვათ მოხდა კურსის უცებ გამყარება 2.48-დან უცებ 2.39-ზეც დაფიქსირდა, ხო? ამ 3-5 დღის წინ 2.52-2.59-ზე ავარ და მე დაბლა წამოიღეს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ აი ვალუტის რყევა ბიზნეს აყენებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ბიზნესს და მოსახლეობას. ანუ იმპორტიორს, რომელსაც ჩვენთან კარგად ვიცით, ყველაფერი ფაქტობრივად 80% სასუსადო პროდუქციის დასამალი არა, სტატისტიკა ჩვენ შემოგვაქვს, ხო? შემომტანი ყოველთვის კურსს ანგარიშობს 2.50-ზე. მიტო არის რომ ვალუტა გამყარდა, ხო, ამ ეტაპზე შედარებით 2.45-ზე და ფასი არ იწევს და არც დაიკლებს ფასი აქედან გამო. ოდიშიფტი ბატონო დავით, აქ ხართ? კი ბატონო, აქ ვარ ჩემო ბატონო. ხო, თქვენ ხო არ იტყოდით რამეს უხერხულია ახლა ამდენი ხანი რომ არა, მე არანაირი მე სიამოვნებით უსმენ და ყველაფერში გეთანხმებით, აბსოლუტურად ყველაფერში. ერთი უნდა ვთქვა, მე 15 წუთში უნდა გავიდე. დიახ. უნდა მოგიხადოთ, იმიტომ რომ იცით, მე ყოველ შაბათს 4 საათზე კრება მაქვს. და აი სიამოვნებით უსმენ 100%-ით ვეთანხმდა სიტყვას. მიცნობს, მათ იციან რომ დანიის საფინანსო სისტემებში მუშაობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ის რაც ახლა მესმის არის უნიკალური ანალიზი ზუსტად ის რა მონაცემებით ჩვენ გვაქვს. და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სულ ყველას. დიდი მადლობა და მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით, ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და აუცილებლად იქეთ ამ კვირაში უკვე უნდა მოვახერხოთ ის რომ შემდეგ შაბათს გადაცემაში ჩვენს თანამებრძოლებს და თანამოაზრეებს ვაჩვენოთ ის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დაიწყება ის იმ პროექტების განხორციელება, რომელსაც ესე ელოდება დღეს საქართველოს მოსახლეობა, რადგან ამაზე ძალიან დიდი რამ არის დამოკიდებული ხალხში მართლაც გაუსაძლისი პირობებია უკვე და ამას უთქვის საშუალება მიეცემა ადამიანებს დასაქმების საშუალება მიეცემა ის რასაც პირდებოდა ჩვენი ხელისუფლება 1000 ქარხანას სამუშაო ადგილების გაჩენას და ასე შემდეგ ბაზრის მოპოვებას მათ შორის ჩვენი ჩრდილოური მეზობლის ბაზრის ათვისებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამ კუთხით ნაბიჯების გაგებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენი აქტიურობა აი ამ ხელშეკრულებაზე და ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და მუშაობაზე და მე მინდა წარმატებები გისურვოთ ბატონო დავითი. აი ხარ დიდი მადლობა. ყველა მონაწილეს მინდა მადლობა გადაუხადო და ყველა ქართველს იმ ჩართვისთვის, ჩართულობისთვის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. დიასპორებს აუცილებლად დაუკავშირდებით. დიასპორებს აუცილებლად დაუკავშირდებით და მოვახერხებთ იმას, რომ ის იდეა, რაც თქვენ დღეს ბრძანეთ და ის ინიციატივა აუცილებლად ასათაცებელია და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა სწორედ აი ესეთი ხალხის ესეთი ინიციატივის გამოჩენას და ამ კუთხეს ნაყოფიერად ვიმუშავებთ შემდეგ კვირას. დავუბრუნდებით ჩვენ სტუდიაში. დიახ, გისმენთ. ერთი მინდა ვამატო ამ დიასპორების თემას, მე გამომრჩა და ამის არტკმა არ შეიძლება, აი ერთ წუთს დაგართმევთ სულ. დიახ, გისმენთ. იმ დიასპორულ ორგანიზაციებს, რომლებიც დღევანდლამდე მუშაობდნენ და იყო დაარსებული და ფუნქციონირებდნენ. ჩვენ არანაირად ხელს არ შეუშლით მუშაობაში, უბრალოდ თუ ეკნებათ სურვილი, შემოგვიერთდნენ და ერთად ავაშენოთ საქართველოს. აი ეს იყო სულ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ფიქრობს ვინმე რომ ვიღაცის თქვათ ნაღვაწარს და აი ამდენი წლების განმავლობაში ნამუშევარს თქვათ ჩვენ იგნორირებას უკეთებთ. პირიქით ჩვენ გვინდა მათთან თანამშრომლობა და უფრო რაღაცნაირად აი კონსოლიდირება აი ამ ძალების რომ უფრო ქმედითი იყოს და უფრო მიზანდასახული იყოს და უფრო წაადგეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. იმიტომ რომ მოგეხსენებათ თქვენ დიასპორებს ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი
როლი შეაქვთ ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაში. ახლა არ ჩამოვთვლი, მიკერძოებაში არ ჩამითვალოს ვინმე, მაგრამ ჩვენ ვიცით ქვეყნები, რომლებსაც დიასპორები ისე ინახავენ, რომ სოფლიოში ფაქტობრივად ჰეგემონობის ტოლფასია მათი საქმიანობა და მათი ლობი, ასე ვთქვათ და ჩვენი ქართველები რაღაცნაირად თითქოს დაგსაქსულები ვართ, სხვადასხვა მიმართულებებით აფანტულები ვართ, ამიტომ უნდა მოხდეს აი ამ ძალისხმევის შეჯერება, შეერთება, რომ ერთი მთლიანი ძალით გამოჩნდეს და ყველამ ერთად პატარ-პატარა წვლილი შეიტანოს, რომელიც მთლიანობაში ძალიან დიდი გამოვა ჩვენი ქვეყნის აღშენებლობაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ინა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ. ყველა დიასპორის გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ასე შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ ხალხო, გავიქცეთ. ნახომის. ჩვენ კი დავბრუნდებით სტუდიაში და ვიდრე დავასრულებთ გადაცემას, რამოდენიმე შეკითხვას კიდე დავუსვამს ბატონი ლოიდი. საინტერესო იქნება ბატონო ნიკა თქვენი აზრი. ესე იგი, შეიძლება თუ არა დაუშვათ ჩვენ თეორიულად, რომ რომელიმე ბანკმა ხელოვნურად შექმნას ვალუტის დეფიციტი, რომელიც ბუნებრივია იმოქმედებს ვალუტის კურსზე. მე აღნიშნე, რომ როდესაც ვალუტის კურსი დგება ბლუმბერგის დახურულ ტერმინალში, აქ არავინ არ იცის, რომ რატო მოითხოვა დაუშვათ TBC ბანკმა ამდენი ლოტით და რატო არ მიაწოდა მეორე დომინანტმა საქართველოს ბანკმა რატო მაიწია კურსი, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან ხდება ეს კურსის, შემდეგ ერევა უკვე ეროვნული ბანკი და აბა დავარქვა და შვილები და დედა, ხო, დედა შვილები ხნა მეტასნოშვებით, ახლა მოდი აი ესეთი მდგომარეობა, მაგრამ ხანდახან არ უჯერებენ ახლა ეს შვილები დომინანტი ბანკები და ჩვენ მაგის მომსწრენი გავხდით, ხო, 2.80 ზე წავიდა კურსი, როდესაც დედა გაუბრაზდა, ზედო წავიდა სავალუტო ბაზრიდან, საქართველოს სავალუტო ბაზრიდან და უკვე მოხდა კურსის ამხელა აწევა. შემდეგ პირიქით, ანუ ყველა შემთხვევაში კურსის ზემოთ ქვევით ესეთ სიარული ავნებს მოსახლეობას, ავნებს ბიზნესს და უკვე სახეზეა, ხო, ფაქტიურად მოსახლეობას გაიაფებული პროდუქტი არ არსებობს, ძვირდება ყველაფერი. ბატონო, გამოდი ასე გავაკეთოთ. ჩვენ აქ ძირითადად კითხები საერთო საბანკო სისტემა არის ამოუწურავი, მაგრამ მოდი რეკომენდაცია მივცეთ ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი პრობლემები არ იყოს და ხელოვნურად არ შეეძლოს, კერძო ხელოვნურად არ შეეძლოს კერძო ბანკებს. ნუ როგორ უნდა იყოს და ესეთ რეგულაციები, როდესაც დალაგებულია, არა. არ შეიძლება რომ ბანკირებმა მართონ სახელმწიფო. როდესაც ყველაფერი მაინც პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს არის აპრიორი, როგორ შეიძლება ბანკირებმა მართონ ქვეყანა, ეს გამორიცხულია. ესე როდესაც ყველაფერი რეგულაციები მოქმედებს, ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკსა და არის რომ ამ კურსების არ უნდა შეერიოს კურსის დალაგებაში. ყველაფერი რომ ჩვენ რო გქონდეს ის საბაზრო სისტემა, საბაზრო ეკონომიკა თავის ისეთ როგორც ეს უნდა მოქმედებს, როგორც ეს წესია. საერთოდ ახლა ჩვენ მივადგეთ ბანკებს კრიტიკა, ბატონო, ბანკებმა კი უნდა გააკეთონ ფული, უნდა გქონდეთ შემოსავალი, მაგრამ ჩვენ ამას მითო ვაკრიტიკებთ ამ კუთხით, ახლა მეცნიერები და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ მონოპოლიურ რეჟიმში რო არის გადასული ბანკები, აი ამას უკვე აქ ძალიან უარ ყოფით ის, ანუ კი ბატონო, აკეთებთ ახლა, მაგრამ არა იმ პირობებში მონოპოლიურ სიტუაციაში ჩაგაყენა შენ სახელმწიფო. აი რას ნიშნავს ახლა მონოპოლიურ სიტუაციაში, რატო არის ოლიგოპოლია ბანკების, რატო არ უძახით ჩვენ ბანკებს მონოპოლისტებს? პირველი იმიტომ თვითონ ბანკებს აქ ესეც ერთადერთი დაწესებულებაა, რომელსაც აქ ლიცენზია მოსახლეობიდან აიღოს დეპოზიტებზე თანხა და შემდეგ გაცეს ეს ბიზნესში და დააბანდოს იმაში. ბანკები ამის მაგივრად ამ მცირე ბიზნეს დაკეთებენ თავიანთი აფილირებული კომპანიებით შემოვარდნენ და ბიზნეს აკეთებენ. მოიგეს კანონები, ხო? აქედან ეს ერთი, ეს არის ცუდი ჩვენ ვთქვით. მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ თავის დანაზოგი მიიტანოს ბანკში და ჩააბაროს ბანკს. რას ნიშნავს? საბნო წაიღოს, აბა მოსახლეობამ თანხა უნდა დანაზოგი აქვს, ხო? აი უკვე აქ განათლების იმას სიმწირეს ვადგებით, ხო, ამ კუთხითაც. ბანკებმა მოსწეს ფასიანი გახალდების ბაზა, როდესაც შეეძლო მოსახლეობას ჩვეულებრივ ჩაედო ფასიანი გახალდების საწარმოს აქციებში. თეორიულად შეუძლია ეს ყველაფერი. ბანკებმა მოუსწეს მოსახლეობას და სახელმწიფომ ვარი თქვა თავისი მოქალაქესთან ურთიერთობაში,
არ შეგიძლია თქვენ ახლა თუ გაქვთ ანაზოგი 1000 ლარი თქვენ გაგიჭირდებათ სახელმწიფო ობლიგაციის შეძენა და ნომინალები 50000 ლარიდან და მის ზემოდაა. თუმცა ახლა არისო და შეიძლება მეორე ბაზარზე. რატო გაგიშვეს ბანკი თქვენ პირველად თვითონ თავისი ფულია გასათავსებელი მოსახლეობიდან 6%-ში მიიღო დეპოზიტი. აგერ რეფინანსირების ეს თხოვს და ყიდულობს ეროვნული ბანკი დროებით და იმას სახაზინო ვალდებულებას. წლიურ 12%-ში ის თვითონ ჩადა და თვითონ მოსახლეობას სპრედი ძალიან მაღალია საქართველოს სოდაშორის. სხვა ქვეყნებში არის სპრედს მე გულისხმობ ახლა რას მოსახლეობამ მიღებულ დეპოზიტებსა და შემდეგ ბანკების მიერ გაცემულ ცესხებს შორის. გასმენთ? აქედან გამომდინარე ის რომ ბანკები არ აძლევენ საშუალებას მოქალაქეებს რომ თვითონ ითავსებენ სახაზინო სახლის ფუნქციას, ესეც მონოპოლიური მდგომარეობაა. სპრედი რო ამხელავთ, ესეც მონოპოლიური მდგომარეობა. მონოპოლიური მდგომარეობა ბატონო ლევანის რომ ბანკებს შეუძლიათ ბირჟაზე ძალიან იაფად იყიდონ დოლარი და შემდეგ გაყიდონ ძალიან ძვირად. ეხლა შევიდეთ ჩვენ ნებისმიერ კომერციული ბანკში და ნახეთ დოლარი როგორ არის კურსია გაყიდვის და როგორი კურსია. გამიგონია სპრედი იყოს 1800 პუნქტი, ნუ პუნქტებს თუ იმის შემდეგ ციფრები აი პუნქტების მიხედვით. აი გამიგონია. აქედან მიტომ ამბობ და აი რეკომენდაციის სახით დავუშვათ. პირველი რეკომენდაცია რაც უნდა გაკეთდეს ჩვენი აზრით და ხალხი შეჯარებული ეს რეკომენდაციებს და შორის მეგობრებთან, მეცნიერებთან პირველი უნდა იყოს დავიწყოთ ბანკების კანონში კომერციული ბანკების საკუთრების შესახებ უნდა ჩაიწეროს ესეთი ჩანაწერი. ამას მე ჩავიწერ და დავიმოსწორო და ხელისუფლებაში რომ ვარ აუცილებლად გავითვალისწინო. ეს დაბეჭდილიც აქვს ბატონო ლევან, მაგრამ არ კითხულობ და იქნება, მაგრამ მოგისმინა. არ კითხულობ, იმაზე არ ლაპარაკობ. პირველი არაპროფილული ბიზნესი მარტო ბანკებს კი უნდა ბანკის ბორდის წევრებს იმ პირებს, რომელიც მართავენ ამ ბანკის აქციებს, ბანკის ტოპ მენეჯერებს და აფილიებს უნდა აეგზავნოს ცოტა არაპროფილული საქმიანობა. რა თქმა უნდა. ეს უნდა ჩაიწეროს კანონში. უნდა შეიქმნას სპეციალური სასახლე სამსახური და კარგად უნდა ყველგან რომელიც ამას გააკეთებს. ხო, სპეციალურად ამ კონკრეტ ჩვენ რო განვითარებთ საშუალო და მცირე ბიზნესი. და მეწარმოებაზე საუბარი არის კანონიერი. შემდეგ ესე ვიტყოდი, მონეტარული პოლიტიკის განვითარების და სხვა ეტაპზე გადაყვანის მიზნით დავუშვათ, ხო, მიგვაჩნია კაპიტალის პასრის განვითარების საკითხი. აქ გულისხმობს სახელმწიფო უნდა გაატაროს აი რეფორმისტული ღონისძიებები, კანონები, რა ვიცი. და იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეობას ქონდეს საშუალება ცნობა ქონდეს პირველად ფასიან ქაღალდან. და აღადგინოს მეორადი ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც დღეს არის მკვდარი. ფაქტიურად. და ნომინალები 50000-დან დაწიოს 100. ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება იქნება მაგ კუთხით, იმიტომ რომ წარეგამოსtildeება აქვს ჩვენს მოსახლეობას ობლიგაციებზე და საერთოდ მეანაბრეები ყავს იმდენი დაზარალებული რომ ჩვენი სახელმწიფო ძალიან კარგად უხდის ბანკებს იმ ობლიგაციის პროცენტებს. და ძალიან სახელმწიფო მილიარდობით კონტრაქტი აი დაჟად საღაზინო ვალდებულები ფურცელზე ზარდგება, ელექტრონულად დგება ტერმინალში და ოპ იყიდა, გაყიდა თვის ბოლოს, კვირის ბოლოს ფული ჩაურიცხა პროცენტი და ერთმანეთთან კარგად ძალიან ესე. ამიტომ ამ ხრივ ახლა მოსახლეობა თუ სახელმწიფო არენდო ხა კომერციული ბანკებს მითხოვდეს ეს დასარეგულირებელია. ახლა მეორე რეკომენდაცია რაც შეეხება კურსის სტაბილიზაციას და კურსის განსაზღვრის შესახებ. ხა არის მოსაზრება მე შემიძლია რატომ უნდა შეიქმნას ახალი ტერმინალი, მე ვწერდი, რომ უნდა შეიქმნას ახალი სავაჭრო ტერმინალი, სადაც ყველა ეს ბანკი და გარდა ბანკისა მიკროსაფინანსოები ძლიერი კომპანიების დოლართან შეხება აქვს, რომელიც ივაჭრებენ და იქ იყიდიან ამ დოლარს და არასპეკულირების კუთხით ეს უნდა მოხდეს, აი ამ ხო მოთხოვნილების და ხო შევიდნენ ესენიო ბლუმბერგის ტერმინალში მე კიდევ ერთხელ ვერ შევა ეს კომპანია და ბლუმბერგის ტერმინალის თიური მომსახურების საფასური მე მგონი $25000 თუ მეტი არა. ამიტომ ხო მარტო მომსახურება და ახლა ეს ორი ბანკი ძროაჭობს კარგად იყო ამ ყველა ზოიხტის ამ კურსის აწევს აპარსვა ჩაპარსვით მოგემებს ნახულობს და აი ეს არის 424 მილიონი რა არისო რომ შემეკითხეთ აი იმაშია ეს მოგება რჩება აი ამ კვარტის შორის რა თქმა უნდა
120 მილიონ დოლარს აცლის ყოველწლიურად ამ ბიზნეს დაკლია ექსელის ფაილში დაკლია ამ კურსით ბიზნეს მცირე ბიზნეს აცლის ჯიბიდან და მოდი დაღა ვისაუბროთ ატო არ ვითარდება მცირე ბიზნესი ხო ამასაც თავის დანახვა უნდა ამიტომ ამ კუთხით მიზან შეწრებულად მიგვაჩნია რომ შეიქმნას ახალი ტერმინალი, სადაც იქნება არა მარტო კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსოები, ლომბარდები, აი ეს ჯიხურები და მსხვილი კომპანიები და რომელსაც ექნება წვდომა აი ამ ვაჭრობაში და იაფად შეისყიდიან ამ დოლარს და შემდეგ გაყიდიან ამ ლარსას და ეს საშუალებას მოგცემს პირველი რომ ამ ხედარ ყევები უკვე ვეღარ იქნება. იმპორტიორსაც მეორე პარალელურად უნდა შემოვიდეს დროების სახით ახლა წინ გადადგმული ნაბიჯია ვერტყვი მაგრამ არის მსოფლიოში ამის პრეცედენტები ესეთი კონტრაგენტების მიერ ხიდან კონტრაქტების რეგისტრაცია ბანკში ანუ რა ხდება ყველა ბანკის ყავს კლიენტი და უნდა დადოს საერთაშორისო კონტრაქტის ასლი ანუ რას ყიდულობს რას ყიდის ანუ ამით ჩატარდება ანალიზი როდის ელოდება ეს კონტრაგენტიდან თანხას როდის იქნება ეს დასახურდება და როდის პირიქითაც უნდა იყიდოს და გადაურიცხოს. ეს მარტივად კომპიუტერში რომ შევეს მონაცემები, დამეწეს მარტივად ანალიზი უკვე გახდება 0.01% დავითით უკვე ანალიტიკოსებს იმას და მივაწვით უკვე რომ რამდენი დოლარი უნდა ვიყიდო ჩვენ ამ თვეში, იმ თვეში და იქეთ თვეში და ეს კიდე მოგცემს საშუალებას იმისათვის რომ დარეგულირდეს აი ეს ყევები. ასევე ცალკე უნდა იყოს განსაზღვრული ბანკებს ხომ ჭირდებათ მაინც დოლარი რეზერვი უნდა კონდეს გარკვეული უცებ რომ მოითხოვოს ხო? უნდა განისაზღვროს ეს ამდენი უნდა იყოს ეს რეზერვი. ყველაფერი ამას თუ დაიცავს ეს საბანკო სისტემა, ყველაფერი კარგად გაწერილი სწორედ ამ ჟურნალში, დაიბეჭდა და გამოქვეყნდა. ამით უკვე ბანკებს ეს მონოპოლიური სავაჭრო უფლება როგორც უნდა დაადგინონ თავის ნებასრულზე კურსი და ეროვნული ბანკი გუნდრუგს უფლებს ხო იქ ვერ ჩაერევა ვერავინ და არავინ არ იცის ეს როგორ დგება ძალიან კარგად რა თქმა უნდა ეს გახდება ცნობილი როგორ უნდა დარეგულდეს და ამ შემთხვევაში უკვე დოლარის ცოტა გამყარება ლარის გამყარება ფასების დაწევასაც გამოიწვევს და მოსახლეობა ამოისხნას შესაძლოა მე ძალიან ხშირად ვამბობ მე ჩემი მასი არა ეს სხვა მეცნიერების მეთანხმებია მეგობრები რომ ცოტა სახელმწიფო სამსახურში საბანკო კადრები არ უნდა მოდიოდეს იმიტომ მათ სახელმწიფოებული აზროვნება არ აქვთ მათ აქვთ აზროვნება იმისა როგორ შექმნა ლობები და როგორ მეტი ფული აკეთოს დღეს ძალიან ბევრი კადრი ის ხალხი გინდათ რომ 2005-6 წელში საბანკო თანამდებობაზე იყვნენ დღეს პარლამენტში კანონმდებლები არიან კომიტეტებს ხელმძღვანელობენ ბევრი ისე მიიღებს ზოგი მაშინ გადმოვიდა ზოგი კომერციული ბანკიდან დატოვა ამ ხელფასიან სამსავი ეროვნულ ბანკში მოათავსეს მოადგილის თანამდებობაზე და ახლა აქედან გამომდინარე რეალურად ჩვენ უკვე მეცნიერები ჩვენც ვართ ჩვეულებრივი ადამიანები ჩვენც გვაწუხებს აი ეს ყოველდღიური პროცენტები ჩვენც ამ ქვეყანაში ცხოვრობ და უკვე ნავეტანი, ანუ ეს უნდა დარეგულირდეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ბოლოსკენ უნდა წავიდეთ. საერთოდ და მეუბნებიან რომ ჩვენ რაღაცნაირად რეზუმესავით გავაკეთოთ. 2 წუთს მოგცემთ ისაუბრეთ და მე დავუშვით. მაშინ რეკომენდაციასაც ვიტყვი, დანარჩენი გაწერილია, მივყვებოდ ანუ ეს კუთხით ასე რეკომენდაციის სახით ასევე მინდა შემოვიტანო რომ აუცილებლად სახელმწიფო უკვე დავაკვირდეთ არ ღებულობს კანონს და დაბეგრვის საშემოსავლო ანუ მე ისე თქვა და საშემოსავლო გადასახადის და საბეგრი განაკვეთი უნდა იყოს დიფერენცირებული. ანუ მე რომელსაც თვეში მაქვს შემოსავალი 800 ლარი, 500 ლარი არ უნდა ვიბეგრებოდე ბატონებად 20% და ბანკის ან ნების რომელსაც აქვს შემოსავალი წელიწადში 300,000 ლარი და უმეტესობას არის ესეთ და ისიც არ უნდა იბეგრებოდეს 20%. პროგრესირებადი შეიძლება არ არის. რომ გადმოაქვს ეს კანონები, გადმოიტანონ ეს კანონი ყველგან ასია, ხო? იყო ეს შევარდნის დროს იყო 90-იანი წლების იყო ახლა ხო არა გვაქვს ხო მოსული ანუ ესეც დამატებითი ბიუჯეტის შემოსავალი ასევე მინდა მე ისაც შენიშნავ თვითონ უნდა შეიმუშაოს ეროვნული ბანკის მომსახურების კლიენტთა მომსახურების და უფლებების დაცვის დეპარტამენტმა შაბლონი ხელშეკრულებების რომელიც აუცილებლად მისაღები იქნება ყველა კომერციული ბანკისათვის და იქნება მთავარი მომენტები გაწერილი რომ არავითარი პირის გასამტეხლო სესხის სიასე დაბრუნების დროს ის ჯარიმები გადაცილებაზე ის
ესე უნდა გაიწევს, ესე 21 მილიონები ესე არ შედიოდეს ყოველ სამთოში ამ გახატაკებული და დაჭერილი ყავთ მოსახლეობა დაჭერილი ვართ. ყველა იმ კუთხით რომ ჩადებულია ქონებები, სახლები და გინდა არ გინდა იხდი არ გადაიხდი, ესა რა ქვია, ემატება. და ასევე ბოლო რეკომენდაციის სახით ვიტყოდით შეზღუდულებია, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულ ბანკმა ყველა ღონე უნდა იხმარონ 3 და 4 თუ რა მინიმუმ 2 უცხოური ევროპული ამერიკულ ბანკს გაუხსნას აქ ყველაფერი პირობა და საინვესტიციო ბანკი შემოიღოთ. საქართველოს ბანკებს ეს მათი ფული არ არის, ეს არის უცხოელების ფული, ეს არის ცხელი ფული და გასაგებია ჭირდებათ იმათ ფული მოგება სწრაფი და სწორედ ამ სწრაფ მოგებაზე გათვლამ და ამ ლობისტურმა კანონებმა მიგვიყვანა იქამდე რომ ჩვენი ეკონომიკა 2 და 4% იზრდება, ბანკების მოგება 40% იზრდება, მოსახლეობა დაკაბალებულია და ამიტომ მინიმუმ 2 საინვესტიციო ბანკი საქართველოს ჰაერივი დასაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ვაცხოვთ რომ ეკონომიკა არ არის ის ჯადოსნური ჯოხი რომ დღეს ესე დააკაკუროს და ასე არ გამოვა ესე ასეთი საბანკო სისტემის შემთხვევა ჩვენ ვერ განვითარდებით, გამორიცხულია ხო. ვიტრიად 20 აი მიტო ვერ ვითარდებით 25 ვითომ არაფერი გარდამავალშიოთ მოსახლეობას ნაკლები განათლება აქ ამ ფინანსურ იმაზე და ამით სარგებლობენ სწორედ ეს საბანკო ლობები ეს სისტემები და სხვათა თუ მოგვეცემა კიდევ დაწვრილებით გავხსნით. რას ნიშნავს და სადა კონკრეტულად დავალთ აი ამ კანონმა რა გამოიწვია ამ კანონში დაწერილი კანონმა. ამიტომ როგორღაც უნდა საქართველოს მოსახლეობაში მივიდეს ეს განათლება რომ ეს საბანკო სისტემა და ეს ლობი უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამ ასეთი მიდგომით მე ვთხოვ ხელისუფლებას ეს უნდა და ბანკები ძალიან ვთხოვ დღეს ხელისუფლებას კი აუზის ბანკი ნავში პირიქით ხელისუფლება უზის ბანკს უკვე ჩანს. აი გუშინ წინ დავამატე პირდაპირ მითითება იყო ჯერ გააკეთა განცხადება TBC ბანკის გენერალ ბუსხლიგიძე და მეორე დაემატა საქართველოს ბანკის გენერალ დირექტორი და 5-6 ბანკია საჭიროა მეტი აღარ გვინდაო ხო საკმარისი ეს როგორ შეიძლება 5-დან თვითონ იყვნენ იქ ქართულ ბანკს და თერთიო და ორი ხო ეს და საკმარისი დააჭერა ანუ ეს კლიენტებიც გადმოინაწილო ხო ვორტირება გააკეთონ და ნუ არ ვიცი ეს ძალიან ცუდი ვითარებაა მოსახლეობა უნდა მიაქციოს ბატონებმა ყოველთვის თავი და თავი მოდის აკეთონ. აი თავი და თავი ვერ განვითარდება ჩვენ 50 წელიწადი კიდე ასე ვივლით. თუ ეს სისტემა არ შეიცვალა მოდიშით ყურადღებისათვის ბოლო სიტყვას შეიძლება ბატონო თქვენ მე ძალიან მოკლედ ერთი წუთით მეყოფა მინდა დავამატო ის რომ დღევანდელი თემა რა თქმა უნდა ძალიან აქტუალური იყო ეს ამოწურული არ არის იმიტომ რომ ძალიან იმდენად დიდი თემა რომ ამას შეიძლება ფაბრიკას დაუბრუნდეთ. ამიტომ უბრალოდ მაყურებელს უთხრა რომ ჩვენ ასევე გვექნება საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და მათი მნიშვნელოვანია. მაგალითად მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, მისი რა არის იმცი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რამდენად იმუშავა. აი ვთქვათ სიმბოლურ ფასად სახელმწიფო ქონების გადაცემა ბიზნესმენებზე, აი რა არის ამისი რეალური, ვთქვათ, რა არის მის უკან ესეც ხო, რა არის აი როგორი შეგება მესკრასეს ეს რო გადაცეს $1 რამდენი 200 ჰექტარი თუ რაღაც მოდი ილიკაშვილის ხელმოწერით მაშინ მოდი მოკლე კომენტარს გავაკეთებ ძალიან მოკლეს აი 10 მილიონიან თბილისში 10 მილიონიან მოგცემენ ერთ ლარად თუ განახორციელებს 60 მილიონის ინვესტიციას თუ 60 მილიონი გააქვს რაღა დახმარება გინდა დაეხმარა იმ გაჭირებულს და ვისო 5000 და 10000 რო უნდა 50 სესხად არ მოგცემენ და რაღა ამას ჩუქებს ხო ჩვენთან ისეთი პროექტები მოაქვს სოფლის მეურნეობის რომ მე უტიფრად გამოდიან იძახიან ქართველების ზარმაცები არიან მუშაობა არ უყვართ ისეთ რაღაცები საკალმახე მეურნეობა ისეთი ჩირი და ისეთ რაღაცებს მოიტანენ ხალხი ჩვენთან ოფისში გიჟდები პირდაპირ ეს არ მივიტანეთ აი საწარმოო საქართველოში სულ რაღაც 15-20000 ლარი გვინდოდა საწყისი
არ მოგწეს, არ დაგვიფინანსა. არა, მან სხვა პრობლემებია მოსახლეობას, ესენი ძალიან ბევრმა თქვა, მეც მქონდა გავაკეთე, მაგრამ მიუტან გამზის ხალხი, მიდის გამზად ნაწვალი პროექტი, მოეწონება ეს არ მახსოვს გადაიდება და შემდეგ ნეპოტიზმი ზალ ნათესავი აკეთებს და იგივეს აკეთებს ზუსტად და ჩირის პროექტზე მოხდა უკვე ქონდა პროექტი ნაწილი და გააკეთეს სხვაგან ზუსტად იგივე პროექტი. იგივე ხომ გამზადებული პროექტი მიდე ცოტა დასაწყისება რთულია, მაგრამ როცა ვხედავ რომ რაც სადაც იყო იქ შეიძინეს ყველაფერი. ხო, აზრი აღარ ახალია. მოკლედ რადგან სიზარმაცე ახსენეთ, აშენა ვინ ააშენა დღემდე საქართველოში რაც არის აშენებული. გარედან მოიყვანეს ვინმე, თქვათ, ამდენი შენობები, მეტროები, გზები, რკინიგზები, ვინ, საიდან? ქართულმა ინჟინერმა არის არგუმენტი არ არის მიღებული. ასევე ერთ ორ წინადადებას დავამატებ მე ამ ის უნიკალური ჩვენი რაც გვაგვაჩნია ერთადერთი ჩვენი არქიტექტურა, ჩვენი აზრები, მონასტრები, ხიდები, ვისი ქართველი არის აშენებული? რა თქმა უნდა, ამიტომ მე ვახშეობით კი არ ვიყენ დაკავებულები და პროცენტები ფულის თვითონ შრომობდნენ. და დღეს რომ იქადით და ტურიზმზე რომ საუბრობთ, იმ ტურისტს რას ათვალიერებინებთ? ხوار დაგავიწყდათ. მე თემებს უბრალოდ მოკლედ ორი წინადადებას ვიტყვი. სერიოზული კითხვები არის ბიუჯეტთან დაკავშირებით, როგორც შემოსავლის ნაწილში, ასევე ხარჯვით ნაწილში. უამრავი კითხვებია სამართლებრივ ნაწილში, დაუწყებული კონსტიტუციიდან, კანონებით და ქვემოქმედებული აქტებით და ასევე რო ავიღოთ ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურები, მათ არის უამრავი ესე ვთქვათ სარეკომენდაციო ხასიათის რომელშიც მე ასე ვიტყოდი, თქვათ მეცნიერის მხრიდან და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო ჩვენს მაყურებელთან. კი ბატონო, პრობლემები ნამდვილად ბევრია, მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს სტუმრებს. მადლობა მინდა გადაუხადო ტელეკომპანია ხარისხის არხს, ბატონ გიას ასათიანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იხსვის, რომელი საათია უკვე გვიან არის და პირდაპირ ეთერის უზრუნველყოფას ვინც ახორციელებს. მინდა აუცილებლად აღნიშნო ის, რომ რეკომენდაციებს და სამეცნიერო გამოცდილებას ეს ხელისუფლება არ ითვალისწინებს, იმიტომ რომ ეს რეკომენდაციები და ამ ხასიათის შეგონებები ხელისუფლებამ რომ გაითვალისწინოს ეს პირდაპირ თავისი საქმიანობის წინააღმდეგ უნდა წავიდეს და ეს გამორიცხულია, არ ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს, არ ითვალისწინებს და ორიენტირებულია მხოლოდ პირად მოგებაზე. ამიტომ ბანკირების და მათი თანამზრახველების ხელისუფლებაში დარჩენა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოებრივ განვითარების საქმეს და ნამდვილად ადგილზე დავტკიპნეთ ჩვენ და კიდევ უკან წავალთ, თუ კი არ დაირაზმება ქართველობა, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილები ვინც ვართ, ასევე ის ხალხი, ვინც გადახიზნულია იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ყავდეს ღვთისმოშიში და საკუთარი ერის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ხელისუფალი, რომელიც იზრუნებს იმისათვის, რომ თავის მომავალს ღირსეულ სახელმწიფო აუშენოს. მინდა კეთილი სურვილებით დაგემშვიდობოთ, ღმერთმა მშვიდობა მიცეს ჩვენ ქვეყანას და